დღეს ძალიან ისეთი თემა ავირჩიებ ოსტატი და მარგარიტა. საერთოდ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ თემაზე და ცოტა რთული თემაა. საერთოდ რთული თემაა ოსტატი და მარგარიტა ქრისტიანულ სივრცეში. აი ძალიან ბევრი მომისმენია ამაზე მსჯელობები და რაღაცა პერიოდი თავს ვიკავებდი. ნიკა კარგია, კარგია. მაგრამ აი დღეს გადავწყვიტე ვისაუბროთ ამ თემაზე. რა ვიცი, ალბათ ყველას წაკითხული გაქვთ ხა ეს ნაწარმოები, გენიალური რაღაცა შედევრი შეიძლება ითქვას. და იცით რა კუთხით მინდოდა ძალიან დღეს ამ ნაწარმოების განხილვა. ზოგადად ვინ არის ვოლანდი? აი ამ თემაზე მინდა ძალიან საუბარი და მესმის რომ ეხა მე რასაც გეტყვით შეიძლება თქვენ არ მიიღოთ ეს მე ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე. მაგრამ უბრალოდ მე ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ვეფუძნები რა თქმა უნდა ამოსალურ სწავლებასაც. ზოგადად ბულგაკოვზე ცოტა ხანი ვისაუბროთ რა ეს გენიალური მწერალი რუსი, რომელსაც ძალიან რთულ ეპოქაში მოუწია ცხოვრება და იცით ალბათ რომ ყველა მისი ნაწარმოები პრინციპში ავტოპორტრეტი აქვს ყველგან აბსოლუტურად და ეს სიუჟეტურად რაც მიდის ამ ოსტატის ცხოვრება ეს არის ის რაც ბულგაკოვმა თავის დროზე თავის თავზე გადაიტანა. საინტერესო ის არის ბულგაკოვის ცხოვრებაში რომ მას ეყვებიან რომ ძალიან ახალგაზრდას მკითხავმა უმკითხავაო და უთხრაო რომ სამი ცოლი გეყოლებაო. ერთი ღმერთისგან, მეორე ადამიანისგან და მესამე ეშმაკისგან და მართლა სამჯერ იყო დაქორწინებული და მესამე ცოლი ვინც აი სწორედ მარგარიტას პროტოტიპი ვინც არის სწორედ ის ვინც მკითხავმა უთხრა რომ ეშმაკისგან გეყოლებაო. ეს რა თქმა უნდა ხა ეს ყველაფერი ძალიან უტრირებულია. ბულგაკოვი იყო ძალიან საინტერესო ადამიანი. ჰქონდა რაღაცნაირად ამბობენ ხშირად რომ წინასწარ რაღაცებსაც ხედავდა, რაღაცებს წერდა, ანუ რომელიც მე ხდებოდა. ეს სადოვაია, სადაც მიდის მთელი ეს დაწყევლილი ბინა. ეს არის ბინა, სადაც ბულგაკოვი თვითონ ცხოვრობდა. და აი ეს თვითონ ეს პატრიარქის ტბორი რაც მან აიღო ეს პატრიარქის ტბორი იცით ყველაფერი ისეთი სიმბოლური აქვს ნაწარმოებში რომ არის უბრალოდ ესეთი მსჯელობები როდესაც აი ლიტერატურაცოდნები ბულგაკოვზე საუბრობენ ესე ყვებიან რომ აი ვოლანდი აი სტალინის პროტოტიპი მარგო მისი ცოლი გლატუნსკი ეს კრიტიკოსები არიან იმ ეპოქაში მოღვაწე კრიტიკოსები რომლებიც ესე იგი ბულგაკოვის ცხოვრება იყო რა ვიცი ხა კურიოზული თუ შეიძლება დაარქვა 63 წელი, როდესაც მისი პიესები იდგმებოდა. ეს იყო აბსოლუტურად აკრძალული თავისი ეპოქისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ სტალინი ძალიან თითქოს იღებდა მის ნაწარმოებებს, მაგრამ აი სამწუხაროდ კატეგორიულად იკრძალებოდა სცენაზე მისი დადგმა. რა ვიცი, ალბათ ძალიან ტანჯული ადამიანი, გასაგებია ეპოქა ბოლშევიზმი, ეს რაღაცა სრული ათეიზმის ეპოქა, მე ვიტყოდი რომ სრული მარაზმის ეპოქა და უცებ აი ესეთი მასშტაბის მოაზროვნა. რთული იქნებოდა ალბათ უნდაოდ. თვითონ ეს ნაწარმოები ოსტატი და მარგარიტა თურმე მუშაობდა 12 თუ 13 წელი. ეს არის მისი ბოლო ნაწარმოები და პრინციპში ბოლოს, როდესაც ამთავრებდა ის ოსტატს და მარგარიტას, მისი ცოლი იწერდა უკვე, ის ძალიან ავად იყო, ჩაწოლილი იყო და კარნახობდა და იცით რა საინტერესო რამეებს ყვებიან მასზე, მაგალითად 1934 წელს თურმე წერდა იმ სცენას, თუ გახსოვთ ფინალში კატას ეს პრიმუსი რო უჭირავს ხელში ოთახს რო წვავს ეს ჩეკისტები რო შედიან და თურმე მაგ სცენაზე რომ მუშაობდა, ეს იყო ღამე, თავის ოთახში იჯდა და უცებ რაღაცა ხმა სამზარეულოში და გავიდა და ნახა რომ სამზარეულო იწვოდა და ზუსტად იგივე პრიმუსი ოღონდ მოახლეს აუფეთქდა. აი ესეთი დეტალებს ბევრს ყვებიან ძალიან ბულგაკოვზე იმ პერიოდში, როდესაც ის მუშაობდა და ესე იქმნებოდა მისი გმირებიო. მე უფრო სხვაგან მინდა ახლა წავიდე, ალბათ ყავდა თავისი პროტოტიპის სახეები იმ ეპოქას, შეიძლება სტალინიც, შეიძლება სხვა მოღვაწე ლიტერატორები და მწერლები, მაგრამ მე უფრო არქეტიპულ პლანში მინდა ზოგადად ამ ნაწარმოების განხილვა დღეს. საინტერესო ის არის, რომ მისი საყვარელი მწერალი გოგოლი იყო.
და ალბათ ეს უგავთ კიდეც ეს რაღაცა ენა, ეს ირონია, ეს რაღაცა გენიალური რაღაცა სარკაზმი თუ სატირა, რასაც ეგენი იყენებენ. ეხლა ნაწარმოებს რო მივყვეთ, ნუ სულ სიმბოლიკებია, რა საინტერესოა თვითონ ეს პატრიარქის ტბორის ისტორია, სადაც თურმე ის პირველად შეხვდა თავის ცოლს. მისთვის ჰქონია ძალიან დიდი დატვირთვა ამ პატრიარქის ტბორს და რატო ეძახიან ამას მე-17 საუკუნეში ეს ყოფილა ნამდვილად პატრიარქის პატრიარქის საკუთრება, მაგრამ არის ესეთი თქმულებაო, რომ იქვე იყო რაღაცა ჭაობი. ანუ ეს პატრიარქის ტბორი ერთბაშად ასახავდა სინათლის და აი ძალიან დიდი სიბნელის შერწყმას, რაც არის სხვადასხვა ეს ნაწარმოები. და თუ გახსოვთ, აი სწორედ პატრიარქის ტბორზე ხდება ვოლანდის პირველი გამოჩენა. და საინტერესოა თვითონ ეს დროში გაწერილი სიმბოლიკები, რაზეც ბულგაკოვი საუბრობს, თუ მიაქციეთ ყურადღება. ვოლანდი ჩამოდის მოსკოვში თავის ამალასთან ერთად და ეს არის ვნების კვირა. ანუ იცით ხო, რაც არის ვნების კვირა ქრისტიანობაში ყველაზე მძიმე ბოლო ოთხშაბათი, ანუ ეს არის მაცხოვრის დაჭერის დღე, ხუთშაბათი, პარასკევი ჯვარზე გაკვრის და შაბათი კვირა აღდგომა. და მთელი ეს სიუჟეტი თამაშდება აი ამ ოთხშაბათიდან შაბათამდე. შაბათს აღამოს ვოლანდი თავის ამალასთან ერთად მოსკოვს ტოვებს. და მაინც ესე მინდოდა განმეხილა ეს ნაწარმოები, ვინ არის ვოლანდი? ну კი ბატონო, ნაწარმოებში ქვია სატანა, ну მეჯლისი სატანასთან კლასიკური სატანა. თვითონ ვოლანდი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გერმანულ მითოლოგიაში ეშმაკის ერთ-ერთი სახელია, ისევე როგორც ეს აზაზელო და ბეჰემოთი, ეს ცნობილი სახელებია. მაგრამ აი მაინც ვინ არის ბულგაკოვის ვოლანდი, ეს არის საინტერესო. ვოლანდი ჩამოდის მოსკოვში, ეს არის 30-იანი წლები, ათეიზმით არის დაფარული მთელი რუსეთი. და საინტერესოა ის, რომ ესე იგი პატრიარქის ტბორებზე ხვდება ორ ადამიანს, ერთ მწერალს და ერთ პოეტს, რომლებიც გამქარებული საუბრობენ იმაზე, რომ იესო ქრისტე არ იყო რეალური პიროვნება, ეს არის რაღაცა წარმოსახვითი პიროვნება და ეს ბერლიოზი ეუბნება აი ამ ახალგაზრდა პოეტს, რომ მან პოემა დაწერა ქრისტეზე, რომ შენს პოემაში ისე ჩანს თითქოს ქრისტე რეალური პიროვნებაო და აი აქ შემოდის ვოლანდი, რომელიც ადამიანებს უმტკიცებს იმაში, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი რაღაცა გროტესკი ალბათ ამ ნაწარმოებში. ეშმაკი, რომელიც ადამიანებს უხსნის, რომ არა, ღმერთიც არსებობს და სატანაც არსებობს. მაგრამ არის თუ არა ვოლანდი, აი კლასიკური სატანის სახე, ეს არის ყველაზე საინტერესო. ნაწარმოების დასაწყისში მეფისტოფელეს სიტყვები აქვს ნახმარი თვითონ ბულგაკოვს თუ გახსოვთ. ანუ ის, ვისაც უნდოდა მარად ჩაედინა ბოროტება, მაგრამ აკეთებდა სიკეთეს. ნუ დაახლოებით ახლა სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ ეს არის. მაშინ ასე ჩამოდის ვოლანდი რუსეთში, ათეისტო რუსეთში ამალასთან ერთად და პირველი რაც ხდება პატრიარქის ტბორებზე, ну დიდი ტრაგედია. ბერლიოზს ტრამვაი გადაუვლის და აჭრის თავს, რაც უწინასწარ მეტყველა მანამდე. სხვათა შორის ვოლანდმა მას და ეს ახალგაზრდა პოეტი, რომელიც ამის მერე ხდება ფსიქიატრულ საავადმყოფოში. აქ არის ძალიან საინტერესო დროის მომენტი, როდესაც ეს ვოლანდი თავის თანხლებით მიდის, მისდევს ეს ივან ბეზდონი, ჯერ სახელები ნახეთ რა საინტერესოა აქ შერჩეული, ივან უსახლკარო, რომელიც მისდევს მას და პრინციპში დროშიც კი ვერ გადაადგილდება. მოსკოვი, რომელიც ხუთშაბათს დილას, ეს არის, ну, ქრისტიანობაში მოდი ესე ვთქვათ, ძალიან დიდი დატვირთვის მაჩვენებელი დღე, მიდის ვარიეტეში, ну, რაღაცა შავი მაგიის სეანსზე. სხვათა შორის ხშირად ამბობენ კრიტიკოსები, რომ აი ბევრი ლიტერატურათმცოდნისთვის მომისმენია, რომ
ორად-ორი მკვლელობაა მთელს ნაწარმოებში, ანუ ბერლიოზი და ბოლოს ეს ბარონი მაიგელი. და რატომ არ გაიშალა უფრო მასშტაბებში და უშუალოდ თუ ეს მართლა წყდიადის მეუფეა და პასუხი იყო ესეთი, რომ როდესაც ვოლანდი ჩამოვიდაო, ისეთი კატასტროფული მოსკოვი დახვდაო, რომ მიხვდაო, რომ მისი საკეთებელი იქ არაფერი არ იყო რა, ანუ ისეთ ათეიზმს მოეცვა უკვე ეს საზოგადოება, რომ თვით ეშმაკის საკეთებელიც კი არაფერი არ იყო. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე ძალიან შორს ვარ იმას რისგან და ახლა ამაზე მინდა წავიყვანო მთელი ჩემი ლექცია, რომ ვოლანდი არის კლასიკური სატანა და საერთოდ როგორია კლასიკური სატანა, ხო, წყდიადის ბრძანებელი, ну ბოროტი, ანუ ესე ჩვენ ესე ვსაუბრობთ ღმერთზე, ხო? ღმერთი რაღაცა რეალურად არსებულიც არავინ არ იცის რა არის და ღმერთი ადამიანის გონების მიერ შექმნილი. აი ასევეა ეშმაკი, რაღაცა წყდიადი, რაც ადამიანში ცხოვრობს, მაგრამ ეშმაკი ადამიანის გონებით შექმნილი. აი სწორედ ვოლანდზე ხა ამ თვალსაზრისით მინდა ვისაუბრო. არის თუ არა ვოლანდი ისეთი ტიპის რა ვიცი, წყდიადის ბრძანებელი, როგორიც ადამიანს საერთოდ წარმოუდგენია ეშმაკი. არ ვიცი, აი ხა ერთ რაღაცას ძალიან გთხოვთ, აი ყურადღებით მოусმინეთ, აღმოსავლეთს აქვს ესეთი სწავლება, აი ქრისტიანობას აქვს ესეთი სწავლება საზვერეებზე, იცით ალბათ, ხა ქრისტიანების ხართ, ეს არის რაღაცა 40 საზვერე, რასაც ადამიანი გადის გარდაცვალების მერე. აი აღმოსავლეთს აქვს ანალოგიური სწავლება, ბარდო თოდოლ ესე ქვია ამ წიგნს, რომ ადამიანი როდესაც გადის სხეულიდან, რა გზებს გადის, რომ ნუ თქვენ იცით, რომ აღმოსავლეთს რეინკარნაციის ჯერა და რომ დაბრუნდეს თუ არ დაბრუნდეს ის სხეულში. და ერთი ეტაპია აქ ესეთი, ну რამდენიმე დღეა გასავლელი და ერთი ეტაპია ესეთი, ერთი დღე, როდესაც ადამიანს ევლინებიან ნათლის ღვთაებები, ну რა თქმა უნდა ამშვიდებენ, ну ძალიან დადებით გავლენას ახდენენ სულზე, ну ადამიანი გაივლის ამ ეტაპს და ზუსტად ესე წერია ამ წიგნში, ну დღე მეხუთე დაუშვათ, მე არ მახსოვს ეს ახლა დღე მეხუთეა თუ დღე მეექვსე. იგივე ნათლის ღვთაებები იცვლიან სახეს, მოდიან ადამიანთან უკვე როგორც მრისხანე, რასაც უკვე ჩვენ ეშმაკებს ვეძახით. გამომდინარე ადამიანის გრძნობითი სფეროდან. მიხვდით საითმი მყავს საუბარი, ანუ ვოლანდის ფენომენი მინდა ავხსნა რა არის ვოლანდის ფენომენი. არსებობს თუ არა აი ესეთი განცალკევებული ეშმაკი, რაღაც ესეთი პირსისხლიანი, რომელიც ადამიანებს მიაქანებს პირდაპირ რაღაცა ჯოჯოხეთისკენ. თვითონ ნაწარმოებში როგორ ჩანს ეს ყველაფერი, ნახეთ. პრინციპში აი ეს ვოლანდის ამალა დადის მთელს რუსეთში, დაწყებული ვარიეტედან, როდესაც იწყება მათი ესეთი შავი მაგიის სეანსები და როგორი ხალხი ხვდება მათ, რომლებიც იწვნევენ თავზე აი ამათ ხრიკებს თუ რა ვიცი, ამათ 1000 უსიამოვნებას. ხალხი, რომლებიც უდაოდ ჩაძირულია საკუთარ, რა ვიცი, გრძნობით სფეროში თუ სიხარბეში თუ ну ყველანაირი ნეგატიური ხშირად ნაწარმოებში ისეც კი ჩანს, რომ აი ვოლანდის ამალასაც კი აჭარბებენ ადამიანები თავისი ნეგატიური ცხოვრებით და ყველაზე მეტად აი ბულგაკოვის გენიალურობა რა არის, იცით? ის კი არა ადამიანი ხა, ადამიანი სუსტია და გასაგები ხა ცოდვისკენ არის მიდრეკილი არ არის. აი ადამიანი ჩაკეტილი თავის პატარა სამყაროში, ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია დაინახოს იმის გარდა, რაც მის წინ დევს, გესმით? და აქ არის ყველაზე კარგად ის მომენტი, როდესაც ეს მარგარიტა გადაიქცევა ალქაჯად და სატანასთან მიდის მეჯლისზე, მას გაყვება თავისი მოახლე, რომელიც გარეთ დაიჭერს ესე ტიპიურ ჩინოვნიკ, კომუნისტ ჩინოვნიკ კაცს, რომელსაც ეს პაპკა მოაქვს, სახში მოდის და ну რაღაცა ღურად გადააქცევს ამას და მას შეждდება და გაფრინდება და ну ბოლოს ეს თავდება და უშუალოდ ეს მეჯლისი და მოდის კაცი, აი წარმოგიდგენთ ახლა ადამიანის მეჭრილმანე პატარა გონება, ადამიანი მიჯაჭვული მიწას.
ესე იგი ადამიანმა იხილა რაღაცა საოცრება, ანუ გავიდა რაღაცა სხვა განზომილებაში, იხილა ალქაჯები, ფრინავი რაღაც უცნაური არსებები და ნუ ჯერ გზაში ეუბნება ნატაშას ეს მარგარიტას მოახლეა, რომ გეხოცებიო ძალიან ნუ მიმაქანებო პაპკა არ გამივარდეს ხელიდანო და ამ პაპკაში უდევს თავისი რაღაცა პატარა სამსახურის რაღაცა ქაღალდები. ხვდებით, აი ადამიანის რა ვთქვა, ეს არის ყველაზე ალბათ დაბალი მდგომარეობა ადამიანის, მაგრამ ყველაზე რეალური. და შემდეგ ეს იგივე ადამიანი შემოდის სატანასთან და სთხოვს მას კატა ელაპარაკება, ამაზეც კი რეაქცია არ აქვს და ითხოვს საბუთს, რომ წარადგინოს მილიციაში და ცოლთან, რომ ღამე გაატარა სატანასთან. ხვდებით რა გენიალურად დახატა ბულგაკოვმა ადამიანის უბადრუკობა, ადამიანის, რომელსაც ვოლანდი ადამიანთან შედარებით უდაოდ გენიალური მოვლენაა მთელი თავისი რაღაცა ამალით და მთელი თავისი ამ რაღაცა ვამპირებით თუ თანხლები პირებით. და სწორედ ეს არის, აი ძალიან გენიალური ხაზი, რაც ამ ნაწარმოებს მიყვება რა. თვითონ მარგარიტა წარმოიდგინეთ ახლა საუბრობენ ესე, რომ მარგარიტამ რაც სული მიყიდა ეშმაკს, მაგრამ აი როგორი პიროვნებაა მარგარიტა? აბსოლუტურად დადებითი პიროვნებაა და შეიძლება ვოლანდს აი ესეთი კლასიკურ ეშმაკს, როგორი წარმოდგენას ჩვენ საერთოდ ეშმაკზე გვაქვს, შეიძლება მეჯლისის დედოფლად ირჩევდეს ქალს თავისი გამორჩეული მორალით. მარგარიტა უდაოდ გამორჩეული მორალის ადამიანია. მე რომ მას საყვარელი ყავს. მას უყვარს ადამიანი, რომელსაც პრინციპში ეწირება და ეს თავგანწირვა სიყვარულისთვის ეს არის ქრისტიანობის, რა ვიცი, ალბათ ყველაზე დიდი მონაპოვარი და მარგარიტა არის უდაოდ უკეთილშობილესი ადამიანი, რომელიც თავისთვისაც კი არაფერს ითხოვს. და პირველი, რასაც მას ეუბნება ვოლანდი, როდესაც მეჯლისიდან გამოდის, ითხოვე რაქსურს, სთხოვს იმ საცოდავ ფრიდაზე, რომელმაც მკვლელი ფრიდა, რომელმაც საკუთარი შვილი დაახრჩო ცხვირსახოცით და რა საინტერესოა ეს ჯოჯოხეთის მომენტი და მე ვფიქრობ, ალბათ ეგეთია ჯოჯოხეთი, ადამიანის ხელიდან რომ გავა, მუდმივად ხედავს იმას, რა უბედურებასაც ჩადიოდა. ანუ ამ ქალმა თავის დროზე შვილი დაახრჩო ცხვირსახოცი ჩაუტენა პირში და იმის მერე ყოველ დღე ანუ უკვე გარდაცვლილ ფრიდას ეჩვენებოდნენ აი ამ ცხვირსახოცს და ეს არის მისი სატანჯველი. და უყურეთ ახლა მარგარიტას ფენომენი. ვითომ ქალი, რომელმაც ეშმაკთან რაღაცა წილი ყარა და რაღაცა მეჯლისის დედოფლად იქცა, უდაოდ იქცა, ალქაჯად გადაიქცა, სხეულიდან გავიდა და უცებ მარგარიტა გვევლინება სრულიად უმაღლესი მორალის და საერთოდ შეიძლება ითქვას გენიალური პიროვნებად ქალი, რომელსაც ძალიან იშვიათად ალბათ სიყვარულისთვის ამხელა თავგანწირვა შეუძლია. აი ამიტომ არის რატომაც მე ძალიან მომხიბლა ამ რომანმა, მე მგონია, რომ თვითონ ეს წყვდიადის მომენტი მეც ვიზიარებ ბულგაკოვის ასამაში, რომ არ არსებობს აი ესეთი კლასიკური ტიპის ეშმაკი, როგორც ადამიანს წარმოუდგენია. და ეს ეშმაკი თავისი, მოდი ესე ვთქვათ, ბნელი მხარე ადამიანის იმდენად ბნელია, რამდენადაც შენ ხარ თვითონ სულდაბალი ადამიანი და რამდენადაც შენ აძლევ შენ თავს უფლებას, სადღაც ჩაიძირო ან სადღაც ახვიდე. თვითონ ეს ოსტატის ფენომენია, მან ძალიან საინტერესო, ეს რა თქმა უნდა ბულგაკოვის პროტოტიპია, მაგრამ მე მგონია, რომ ეს კიდევ უფრო შორს მიდის, ეს არის რაღაც ადამიანში არსებული მისი შინაგანი მხარე. აი ეს შეიძლება ოსტატი და მარგარიტა იყვნენ აი როგორც ანიმუსი და ანიმა ერთმანეთისთვის, ეს რაღაც მარადქალური საწყისის და რაღაცა მამაკაცური საწყისის ესეთი სიმბოლოები. ოსტატი ასეთივე ძალიან მაღალი მორალის ადამიანი, უნიჭიერესი მწერალი, რომლის დანაშაული იყო ერთადერთი, მან რომანი დაწერა პილატე პონტოელზე, ანუ ქრისტეს ცხოვრებაზე. ეს თვითონ ბულგაკოვთან არის ძალიან საინტერესო რომანი რომანში. ნახეთ როგორ მიდის სცენა. ვნების კვირის ოთხშაბათს ვოლანდი ჩამოდის მოსკოვში თავის ამალასთან ერთად. ვნების კვირის ოთხშაბათს იწყება ქრისტეს დაპატიმრება და უკვე შემდგომ პილატე პონტოელთან მისი მიყვანა. ხვდებით 20 საუკუნოვანი პარალელია გავლებული რეალურ ფაქტებსა და შემდეგ უკვე
ეს ყველაფერი როგორ მიდის ადამიანის სულში და მე არაერთხელ მithქვია და არა მარტო მე, ჩემზე დიდ მოაზროვნეებსაც, რომ ქრისტეს მისტერია ეს არ არის დროში დასრულებული, ეს არის მისტერია, რომელიც აბსოლუტურად ყველგან და ანუ მისტერია, რომელიც მარადიულად მეორდება ყველა ადამიანში და თქვენს ცხოვრებაში დასრულებულად ეს მისტერია, აი თქვენს პირად ცხოვრებაში მაშინ ჩაითვლება, როდესაც თქვენ გაივლით პირადად ამ გზას. და ის რომ ეს პირველ საუკუნეში დასრულდა და სწავლება დაიდო ამაზე, ეს არ ნიშნავს, რომ всё, ყველანი ყველაფრისგან თავისუფლები ვართ. ოსტატის ფენომენი, ხო, ოსტატი ასეთივე ძალიან მაღალი მორალის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ასეთივე დროის მსხვერპლი, სხვათა შორის როგორც ბულგაკოვი იყო დროის მსხვერპლი, აკრძალული მთელი მისი რომანები და მთელი მისი ნაწარმოებები და საინტერესო იცით რა არის, თუ არ ვხვდები 1940 წელს გარდაიცვალა ბულგაკოვი 12 თუ 13 წელი წერდა ამ ნაწარმოებს და დღის სინათლე, აი ოსტატმა და მარგარიტამ 1966 წელს იხილა. და რაღაცა აი წინასწარ მეტყველური აღმოჩნდა სიტყვები თუ გახსოვთ ბოლოს ვოლანდი ეუბნება ოსტატს რომ შენი რომანი კვლავ ძალიან დიდ სიურპრიზებს მოგიტანს და პრინციპში მოუტანა კიდეც აი ამ 1966 წლის მერე როდესაც თავიდან ბოლომდე დაიბეჭდა ეს რომანი მაგან მოუტანა არანორმალური წარმატება და ალბათ უგდავებაც კი უკვე ბულგაკოვს საინტერესოა თვითონ, აი როგორ შეიძლება ვოლანდი წყდიადის ბრძანებელი, თუ მას კლასიკურ სატანად განვიხილავთ, ნუ როგორ შეიძლება აი ესეთი დადებითად იყოს განწყობილი ყველაზე მაღალი მორალის ადამიანებისკენ. ჩვენი სწავლება თვითონ ეშმაკზე ესეთი არ არის, რომ ეშმაკი ჩასაფრებული, რომ ადამიანი ჩამოაგდო სადღაც დაბლა. სწორად გამიგეთ, ხა რაღაცა აპოლოგიას კი არ ვეწევი ეშმაკისას, უბრალოდ მინდა რომ აი სწორად განსაზღვროთ ეს სინათლისა და აი სიბნელის მომენტი ადამიანში რა. აქ ძალიან კარგად ჩანს სხვათა შორის აი იესოსა და ნუ იეშუა როგორც ის ეძახის და ვოლანდის თანაფარდობა და როგორ აბალანსებენ თითქოს ისინი სამყაროს და აი ვივეკანანდა ამბობს ძალიან საინტერესო რაღაცას რომ სანამ ადამიანის სრულყოფილებას მიაღწევს სინათლე და სიბნელე თითქმის ერთნაირად მოქმედებს მის ფორმირებაზე. აი მე მგონია რომ აი სწორედ ამის ჩვენება უნდა და ბულგაკოვს რა რომ არც ვოლანდია ისეთი საშინელი მთელი თავისი ამ რაღაცა პატარ-პატარა ეშმაკებით თუ ადამიანში არ არის აი ესეთი რაღაცა მიდრეკილება აი რაღაცა პატარა ადამიანობისკენ, სიხარბისკენ, შურისკენ, ვინ არიან საერთოდ ის მწერლები, რომლებიც ოსტატს უარყოფენ. ეს ის მწერლები არიან სხვათა შორის, რომლებიც თავის დროზე ბულგაკოვი უარყვეს. მწერლები, რომელთა სახელები დღეს ძალიან ბევრმა აღარ იცის, თუმცა მაშინ მათი იყო ეს ყველაფერი, მათი იყო ცხოვრება, მათი იყო სახელი და ბულგაკოვმა საკმაოდ ისეთ სიღარიბეში გაატარა თავისი ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში მან სიცოცხლეში ვერ მიიღო ის რეალურად რაც უნდა მიიღო. თვითონ მარგოს ფენომენი მე მაინც მგონია რომ ეს რაღაცა ესეთი სწავლებაა თუ იცით ლილითზე აი ადამს რო ყავდა პირველი ცოლი სხვათა შორის გოეთეს აქ ეს ძალიან კარგად მეფისტოფელში გამოყვანილი თითქოს ეს იყო მისი ცოლი ეშმაკისგან და შემდეგ ევა თუმცა თუ დაუკვირდები სიტუაციას ისიც რა არის არც არაფერი არ არის ეშმაკისგან არც არაფერი არ არის ღმერთისგან ყველაფერი დროში განიცდის ტრანსფორმაციას გესმით როგორც უკვე შემდგომში მაგალითად ევა და ახალ ევას უკვე როდესაც ღვთისმშობელს ეძახდნენ ხო ზოგი ქრისტიანი მამო არ ვიცი ხა წინათ მეუბნებოდა რომ ეს თითქოს მარიამ მაგდალენაში მოხდა მე მისი განწმენდა ну ამას რა მნიშვნელობა აქვს ისევე როგორც ადამი და ქრისტე თითქმის ერთი და იგივე ფენომენია აი მე მგონია რომ სწორედ რეალურად ეს დაწერა ბულგაკოვმა და არა რაღაცა აპოლოგია რაღაც ვოლანდის ну სასულიერო პირობისგან ხშირად მომისმენია აბსოლუტური მიუღებლობა ამ ნაწარმოების და ну გასაგებია ერთი შეხედვით ну ბულგაკოვი ყოველ შემთხვევაში ნაწარმოებში ესე ჩანს რომ უდაოდ ვოლანდზე არ გრჩება ცუდი ნეგატიური დამოკიდებულება. აი როდესაც კითხულობ მის საუბრებს ვოლანდი
საინტერესოა რომ შემოდის პატრიარქის ტბორებზე და მას ეკითხება ეს ბერლიოზი თქვენ მარტო ჩამოხვედით თუ მეუღლესთან ერთად და ვოლანდის პასუხი ესეთი არა იცით მე მარტო მოგზაურობ მე ყოველთვის მარტო ვარ ეს არის ყველაზე ღრმა ფენომენი ჩემი აზრით ადამიანმა რომელმაც რაღაცა გაიგო და გააცნობიერა ადამიანი რომელიც მარად მარტოა და მე ვთქვი ერთად ლექციაში რომ თქვენ თუ ფიქრობთ რომ თქვენ მარტო არ ხართ და არსებობს მეორე ადამიანი რომელიც თქვენს ჯვარს წაიღებს იცოდეთ რომ ძალიან დიდი ილუზიაში ხართ დიახ მარტოა ადამიანი მარტო იბადება მარტო გადის აი ამ რაღაც დაუსრულებელ ტვირთს შეიძლება სიზიფეს ტვირთს დავარქვათ და მარტო მიდის უკვე სადღაც მწვერვალისკენ ნუ რამდენად მიდის უკვე ეს მეორე თემა ძალიან ბევრს საუბრობენ რატომ გაწერა ესე დროში ბულგაკოვმა და გესმით ალბათ რომ ეს შემთხვევითი აქ არაფერი არ იყო ნუ რა თქმა უნდა ის ფინალი სადაც რა საინტერესოა რა როდესაც გადაწყდება უკვე ეს მარგოსა და ოსტატის უკვე რაღაცა გარდასვლა სხვა სამყაროში ძალიან საინტერესოა იქ ერთი ხედვა თუ გახსოვთ ეს ლევი მათე მოდის ვოლანთან და ეუბნება რომ იეშუა გთხოვსო რომ ისინი შენთან წაიყვანოს სიმშვიდეშიო გესმით ანუ გარკვეულწილად წყდიადის და სინათლის დაპირისპირებაც არა აქვს თითქოს სიმშვიდის და სინათლის დაპირისპირება აქვს ანუ აი გაცილებით მე ვიტყოდი რომ თუ ვოლანდი არქეტიპია ის ბულგაკოვში უდაოდ ძალიან მაღალ საფეხურზე იყო და ალბათ განწმენდილიც კი იყო უფრო მაღლა იდგა იმ ყველაფრისკენ რასაც ადამიანი უბრალოდ ეშმაკს ეძახის სიმშვიდე განაშელება ეშმაკმა ადამიანი წაიყვანოს სიმშვიდეში ეს ხო უბრალოდ გამორიცხულია ის რა სწავლებაც ზოგადად ჩვენ გვაქვს ეშმაკზე და აქედან გამომდინარე ალბათ უპრიანია ვიფიქროთ რომ ეს ყველა საფეხური აი ჩვენს ცხოვრებაში როგორც ხდება შემოსვლა წყდიადის და ჩვენ მე არაერთხელ მithქვია რომ ეს არის გაურება ადამიანის ხო სინათლეთ და სიგნალეთ გაურება ანუ ღმერთსა და ეშმაკს შორის როგორც არის სამოთხისა და ჯოჯოხეთის ანატომია რელიგია უმაღლეს დონეზე რაც აიყვანა აი ესე იკვეთება რომ რეალურად ეს წყდიადიც არც ისეთი წყდიადია როგორიც ჩვენ გონია და ყოველ წუთს შეიძლება ნათელი გახდეს ყოველ წუთს შესაძლებელია იმის და მიხედვით ნება რა არის ადამიანის. აი, ყველაზე საინტერესო ამ ნაწარმოებში არის ნებელობა სწორედ ადამიანის, გესმით? ადამიანი, რომელიც რასაც ირჩევს, მისი არჩევანი უდაოდ ძალიან დიდი შედეგის მომტანია. ანუ არც წყდიადი გეკაჩებათ თქვენ თავისკენ და არც სინათლე რეალურად. შენ დგახარ ცენტრში, რომელიც აკეთებს სვლას. ან წყდიადისკენ, ან სინათლისკენ და იმ წყდიადშიც უკვე საფეხურები, რაღაცა იერარქიები ისევე როგორც სინათლეში, ისეთი გეჩვენება და ისეთია, როგორი გრძნობითი სფეროც არის შენში და მე არაერთხელ მithქვია, ისეთი სასტიკია სამყარო ჩვენს ირგვლივ, როგორი სისასტიკეც ადამიანშია. ანუ ვოლანდი თავისი ამალით არის რეალურად გამოძახილი ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესის გესმის. ანუ ჩვენ ვქმნით ამ ყველაფერს, ეშმაკს ის იქნება ვოლანდისნაირი თუ ის იქნება უბრალოდ ისეთი კლასიკური ეშმაკი, როგორიცაც ჩვენ რელიგია გვიხატავს და ღმერთს, აი აბსოლუტურად ადამიანია ყველაფრის ცენტრი გესმით. აი ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად საუბრობენ ვინ არის მთავარი პერსონაჟი აი აქ. ანუ ვინ არის დირიჟორი, რომელიც მართავს აი ამ მოვლენებს, აი ამ 5 დღეას და ერთმნიშვნელოვნად პასუხი გავიგე რომ ეს არის ვოლანდი, მაგრამ მე მაინც მგონია რომ არ არის ვოლანდი აქ ერთმმნიშვნელოვნად დირიჟორი, იმიტომ რომ ვოლანდიც ისე მიდის ადამიანთან, როგორაც შინაგანად დაზიანებულია ადამიანი, გესმით? ანუ მე მაინც მგონია რომ მთავარი აქ ოსტატია და უმთავრესი მარგარიტა, ქალი, რომელიც წირავს ყველაფერს. ნახეთ რა საინტერესოა, თითქოს
წყდიადის დედოფალო აი ესე მიმართავენ მარგოს მთელი ეს დამნაშავეები, რომლებიც უკვე მეჯლისზე, როდესაც მიდის სატანასთან, გამოდიან ამ რაღაცა ბუხრიდან, ხო, კუბოები გამოვარდება იქ რაღაც დასახიჩრებული ხალხი და ეს კოროვიევი უყვება მარგარიტას, ვის რა ცოდვა აქვს ჩადმილი. უდაოდ აქ მხოლოდ ცოდვილები მოდიან. ეს განსაზღვრულია, იმიტომ რომ აქ მაინც წყდიადია, მაგრამ ეხლა უყურეთ მარგოს მდგომარეობა თითქოს. მარგოს აცვია რკინის რაღაცა შესამოსელი ფეხებიდან სისხლის დის. არ ვიცი, დაკვირვები ხარ თუ არა თქვენ ამ დეტალს, რაღაცა რკინის ფეხსაცმელები, ამას ხო ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. და გვირგვინი ადევს რკინის და ყველა რა ვიცი, ყველა მხრიდან სისხლი ჩამოსდის და ნუ გათანგული ბულგაკოვი აღწერს, რომ მარგო შეიძლება ჩაიკეცოს ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მაგრამ ნახეთ რა მხელაა მისი სურვილი, მან იცის რომ ვეღარაფრით ვეღარ ეხმარება თავის შეყვარებულს, რომელიც არის ფსიქიატრულში და უბრალოდ სულიერად დაავადებული, იმდენად არის ოსტატი, რამდენადაც გათელვილია ცხოვრებისგან გესმით, მან ვეღარ გაუძლო. ეს იყო ძალიან მაღალი მორალის, ძალიან ესტეთი ადამიანი, ვეღარ გაუძლო აი მარაზმს, რაც ამ საბჭოებში დაიწყო, მაგრამ მე არ მგონია რომ ეს რაღაცა შეიძლება იყოს სიმბოლო მარტო ამ რაღაცა გადაგვარებული ამ რაღაცა საბჭოური საზოგადოების, არა. მე მგონია რომ ეს უბრალოდ კაცობრიობის სახეა. რა თქმა უნდა, ეხა ეს საბჭოეთი ეხა ისე ვატრიალებთ, გეგონება რაც საბჭოეთი აღარ არის, ან მანამდე ადამიანები ანგელოზები იყვნენ. ნახეთ რა მხელა მსხვერპლზე მიდის მარგარიტა. მაშინაც კი აი ამ მას როცა წაისმევს ალქაჯად რო იქცევა, მან რეალურად არ იცის რა ელოდება წინ. ეს იცით რა არის? ეს არის ადამიანი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აღარ აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც ადამიანურ არსებობაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ მას უბრალოდ აი ესე პატარა ადამიანად ყოფნა აღარ შეუძლია და მან იცის რომ თუ რამე გადაარჩენს ამ სამყაროში, ეს არის სიყვარული.